სათქმელი არაფერი. ოთარ კახიძე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო ჩვენთან სტუმრად. თამარ ჩუგოშვილთან გადავდივართ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ ახალ სახესთან. საღამოშიდობისა ქალბატონ თამარ, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ ვისმენთ საკმაოდ რთულ შეფასებებს და შეკითხვები ფაქტია რომ არსებობს. მარნეულით დავიწყოთ, მოდით. თემა რომელსაც ახლა თქვენი ოპონენტთა გუნდიდან წარმომადგენელი ოთარ კახიძე ახმოვანებდა, ადამიანებს ეძინათ სახლში მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში 52-ვე საარჩევნო უბნის თემაზეა საუბარი. როდესაც მათ შეუვარდნენ სახლში, მე ხავ ციტირებ დაახლოებით ჩემს რესპონდენტს და არ მხოლოდ მას, იქ მოხდა ადამიანების ძალის გადაჭარბებით დაკავება, ავეჯის დამტვრევა, არის საუბარი იმაზე, რომ დაიკარგა თანხა, ოქროული, გაქვთ თუ არა პასუხი და მით უმეტეს ადვოკატი საუბრობს იმაზე, რომ არასათანადო მოპყრობას აქვს ადგილი რამდენიმე დაკავებულის მიმართ და ისინი არიან ნაცემები. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დავიწყოთ თავიდან პრინციპში, ხომ? ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნების დღეს სიტუაციის და საარჩევნო გარემოს დაძაბვა, არევა, გაუარესება და ძალადობის გამოყენება დაიწყო მარნეულში. ჯერ თქვენ მას ოთოს კითხვას უსვამდით რეგიონის სენსიტიურობასთან დაკავშირებით და მე მგონი ამით უნდა დავიწყოთ. რატო არჩიეს მან ასე ვთქვათ საარჩევნო გარემოს ძალადობრივი მეთოდებით ასარევად და გასაუარესებლად და გასაფუჭებლად სწორედ მარნეული. ეს პირველი ძალიან საინტერესო კითხვა. მეორე რაც შეეხება და ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ მათ აირჩიეს, მათ დაორგანიზეს ეს სრულიად კრიმინალური ძალადობრივი თავდასხმა საარჩევნო უბანზე, ადამიანების იქ მყოფი ადამიანების სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება და პოლიციელებისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენება. თქვენ პირდაპირ ამბობთ, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ორგანიზებული აქტივობა? ამის საფუძველი მტკიცებულებები არსებობს. მათი მაჟორიტარი კანდიდატი მართავდა სიტუაციას და კადრებში ხედავდით მის როლს. ამიტომ რატომ სწორედ ამ სენსიტიურობის გათვალისწინებით, რაზეც ის საუბრობდა და ძალის დემონსტრირება ყოფილა თურმე კრიმინალების დაკავება, კრიმინალში ეჭვმიტანილი პირების დაკავება, ეს არ ვიცოდი, ანუ ოთოს მხრიდან მიკვირს, იმიტომ რომ სრულიად ძალმომრეობითი და ყველაზე სასტიკი სისხლის სამართლებრივი ღონისძიების მომხრე იყო და პოლიტიკის იმპერიოდის განმავლობაში, როდესაც მინისტრის მოადგილე იყო თუ იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა სხვა პოზიციაზე, მაგრამ ამას დავანებოთ თავი. პირველ რიგში დავიწყოთ იქ, ანუ ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მე უკვე ვისაუბრე, რომ მათ საარჩევნო გარემოში დაძაბულობის და დანაშაულის შეტანა დაიწყეს სწორედ იმ რეგიონიდან, საიდანაც დაიწყეს. და მათი მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, ვისაც საათების განმავლობაში უყურებდით პირდაპირ ეთერში, როგორ მართავდა ამ სიტუაციას. მეორე, რაც შეეხება იმას, პოლიცია რა ზომა გამოიყენა და ასე ვთქვათ, დაეკავებინა თუ არ უნდა დაეკავებინა, რა თქმა უნდა დაეკავებინა. ეს იყო პირველ რიგში ყველა დამკვირვებელი ორგანიზაციის მოთხოვნა და სახელმწიფოს ვალდებულება არავისაც რომ არ მოეთხოვა, რომ როდესაც ასეთი ტიპის მძიმე დანაშაულები ხდება, ან ნებისმიერი ტიპის დანაშაული და მით უმეტეს საარჩევნო გარემოში, აი ამ ყველაფერმა ერთი რომ ძალიან სერიოზული დისონანსი შეიტანა და სრულიად მშვიდი და სრულიად სამართლიანი და წყნარი საარჩევნო გარემო წარმოაჩინა როგორც რაღაცა ძალადობრივი და კატასტროფული და ეს ამაზე პასუხისმგებლობა ნამდვილად უნდა დადგეს, რომ კონკრეტული დანაშაულებია ჩადენილი. რაც შეეხება იმას, როგორ მოხდა იმ ადამიანების დაკავება, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან კონკრეტული განცხადება გააკეთა და თქვენ გაუშვით ახლა ცოტა ხნის წინ ეთერში და ძალიან გასაგებად ახსნა მინისტრის მოადგილემ, რაც გააკეთა, რატო გააკეთა და ყველა ნაბიჯს უკვე თავისი არგუმენტი აქვს. რაც შეეხება იქ სადმე რაიმე დაიკარგა თუ არა, მე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რაიმენაირად კავშირში იყოს დაკავებასთან, მაგრამ ესეც გაირკვევა. სპეკულაციები მგონია ეს ყველაფერი, ეს ადამიანები, ვინც აი ეს ძალადობრივი მასა, რომელიც ორგანიზებული იყო მარნეულში, ეს რომ სხვა პარტიის მხარდამჭერები ყოფილიყვნენ, ან ჩვენი პარტიის მხარდამჭერები ყოფილიყვნენ, ალბათ იმ ადამიანების დახვრეტას მოიწონდა ოთო კახიძე სავარაუდოდ. ვინაიდან მათი მხარდამჭერები არიან, ამიტომ თურმე პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს. ეს არ არის არანაირი კანონის უზენაესობა და ეს არ არის არანაირი სამართლიანობა, ეს არის სრულიად პოლიტიკური სპეკულაციები და დემაგოგია. მეტი არაფერი ამას არ
ნამდვილად გვახსოვს კორცხელიც, როგორც ერთ-ერთი მძიმე უბანი არჩევნების პროცესში, თუმცა ეს წინა არჩევნებისას იყო. კორცხელის ინციდენტს, როგორც თქვენი ოპონენტი ახლა ამბობდა, აქ არ მოჰყოლია მსგავსი ტიპის მკაცრი ხელი, ასე ვთქვათ, სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან. ახლა კი ისინი ხედავენ ორმაგ სტანდარტს მიდგომებში განსხვავებას და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ და მით უმეტეს ძალიან ხაზგასმითი თქვა და მე მხოლოდ ვიმეორებ ამას აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ მკაცრად მოპყრობის პრეცედენტს. თქვენ რა შეგიძლიათ თქვა ამასთან დაკავშირებით? მოდით რა ძალიან არაფრით არ შეიძლება ამის ეთნიკურ რაღაცაში გადაყვანა რა. ეს არის სრულიად მიუღებელი და ოდნავ პასუხისმგებლობა თუ აქვს რომელიმე პოლიტიკოს და პოლიტიკურ ძალას, ამას ერთი რომ არნეულში არ უნდა აკეთებდეს ესეთ რაღაცას და მეორე ეთნიკურ ხაზს არ უნდა აძლევდეს ასეთ შეფასებას. სრულიად მიუღებელია. ეხლა და თქვენ თვითონ განსაჯეთ, ეხლა რა დამოკიდებულება არის და როგორ შეიძლება ასეთი მიდგომა. რაც შეეხება კორცხელს. კორცხელის შემთხვევაში ერთი რომ დღეს თუ გუშინ იყო წინა სასამართლოს ხდომა ჩანიშნული, თავარი ძირითადი სასამართლოს ხდომა არის ჩანიშნული 25-ში თუ 26 რიცხვში და შესაბამისი სასამართლო განაჩენი დადგება. ამ კორცხელის ინციდენტში ეჭვმიტანილმა პირები მე რამდენადაც ვიცი თავად გამოცხადდნენ პოლიციაში და ჯერსეთი სხვა ტიპის დანაშაული იყო. პოლიციელისთვის ყბა არავის არ მოუტეხავს კორცხელში და არ დაურბევია საარჩევნო უბანი და სხვა დანაშაული არის, სხვა ტიპის დანაშაული არის. არ ვამბობ, რომ ის არ არის, ისიც არის დანაშაული და იმაზე გამოძიება მიდდებს უკვე შედეგებს, იმიტომ რომ სასამართლოს ხდომა არის და ბოლო ეტაპი პრინციპში ჩანიშნული. ყოველ შემთხვევაში აი სპეცრაზმით არ დაუკავებიათ კორცხელის ინციდენტში მონაწილე ადამიანები, ხალბატონ თამარ და ამაზეა საუბარი. იყო თუ არა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროდან მოსული ადამიანი, თქვენთან მაქვს აი სწორედ ეს შეკითხვა. ადამიანები და სპეცნაზით რატო უნდა დააკავებულიყო? მივიდნენ ის ადამიანები და გამოცხადდნენ პოლიციის განყოფილებაში და სპეცნაზს რა უნდოდა და სპეცნაზი რატო იქნა გამოყენებული? შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ახსნა, იმიტომ რომ ჩემზე უფრო კომპეტენტური და ჩემზე უკეთესად იცის, როდის რა პოლიციური ძალა უნდა გამოიყენოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ძალიან გთხოვთ და იქნებ თქვენს რა ვიცი, ოპოზიციასაც გადასცეთ ეს თხოვნა. არ შეიძლება ეთნიკური ელფერის მიცემა, საერთოდ არ შეიძლებოდა ის რაც გააკეთეს მარნეულში და ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც თუ აიღებენ იმის ნაცვლად, იმ დემაგოგიის ნაცვლად, რაც მოვისმინეთ, ცოტა უფრო პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური პარტია იქნებიან, იმიტომ რომ არ არის სწორი ასეთი რაღაცები და არის დაუშვებელი. ხალბატონ თამარ, აი სწორედ იმიტომ რომ ეს მგრძნობიარე საკითხია, თქვენ პირადად ხომ არ მიგაჩნიათ რომ შეიძლებოდა დაკავება მომხდარიყო ცოტა სხვა ფორმით? ამისთვის განმარტა ნინო უკვე გითხარით, განმარტა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რატომ? კი ბატონო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, ჩვენ მოვისმინეთ, მე თქვენი აზრი მაინტერესებს, ხალბატონ თამარ, მაინც ვინაიდან თქვენ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროდან ხართ, თქვენ მათზე შესაძლოა უფრო მეტად გრძნობთ აი იმ პრობლემებს, რომელიც შეიძლება თანახმად შეეხება ადამიანის უფლებების კი ბატონო, გასაგებია. ადამიანის უფლებების კომპონენტი შემოდის მაშინ, რაიმე ამ ადამიანებს, რაიმე ისეთი დაზიანება თუ აქვთ მიყენებული დაკავების შემდეგ, მაგალითად, რაც არ უნდა ქონდეთ, ეს ცალკე შესწავლის საკითხი არის. ნამდვილად რაღაცა ესეთი ტიპის ან რაიმე ტიპის არასაჭირო ძალადობრივ მოპყრობას არ უნდა დაექვემდებაროს არავინ. მათ შორის ეს ადამიანები, თუ ეს არის, ჯერ არ ვიცი, მე ამას ალბათ სახალხო დამცველიც ნახავს, არასამთავრობოებიც ნახავენ და თუ რაიმე ასეთი პრობლემა არის, ეს გვეცოდინება, მაგრამ ოთოკახიძის განცხადებებზე ნამდვილად ვერ დავიჯერებ ესეთ რაღაცას. კომპეტენტური ორგანოებისგან როცა მოვისმენ, თუ ასეთი რაიმე ტიპის გადაცნობა იყო, მე შეგვეძლება ვისაუბროთ, მაგრამ რაც შეეხება სპეცნაზის გამოყენებას, ისე ვამბობ, არსებობენ კომპეტენტური ორგანოები, რომლებმაც იციან, როდის რა დაკავების ფორმა და რა პოლიციური ძალა უნდა გამოიყენონ. იმიტომ რომ სპეცნაზი გამოყენებული იქნა თვითონ არჩევნების დღესაც, იმიტომ რომ სპეცნაზის შეყვანა გახდა საჭირო იმისთვის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების კრიმინალური ძალადობრივი ქმედება დაეშოშმინებინათ და სხვათა შორის ოდნავაც კი არ გამოუყენებია, მაშინ ძალა სპეცნაზ იმისგან განსხვავებით როგორ იყენებდა თვითონაც მოძრაობა ასეთ მსგავს შემთხვევებში, სპეცნაზ გვახსოვს ყველას ძალიან კარგად, ოდნავი ძალაც არ გამოუყენებიათ, უბრალოდ ფიზიკურად მივიდნენ იქ და ამით განმუხტეს სიტუაცია. მიგაჩნიათ თუ არა აუცილებლად სწორედ აი ამ გრძნობიარეობიდან დაგვეკავებინა თუ არ უნდა დაგვეკავებინა, ანუ საერთოდ გაუგებარი მიმაჩნია. გასაგებია, აი მგრძნობიარე თემაა, თქვენ ამას არ უარყოფთ. იმიტომ რომ გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც საუბრისას აი უკაცრავად დავასრულებთ, თუ შეიძლება გკითხავთ, მიგაჩნიათ თუ არა აუცილებლად დამატებითი განმარტებები იმ სოფლის მოსახლეობისთვის, რომელსაც შესაძლოა სწორედ ასე აქვს აღქმული ეს კონკრეტული წუხანდელი სპეცრაზმის
აქტივობა, როგორც მათზე რაღაცა ტიპის თავდასხმა. ეს შესაძლოა ოთარ კახიძემ ასე როგორც პოლიტიკურ ოპოზიციურ წარმომადგენელმა ასე გითხრა ჩვენ და ეს პოლიტიკური ინტერესი იყოს, მაგრამ ფაქტით შეიძლება იყოს, რომ ამ სოფელმა ესე აღიქვა, რთულად აღიქვა, სწორედ ამ გზნობიარეობის გამო ეს თემა. ჭირდებათ რა სოფელს განმარტებები. თქვენ ახლა ეყრდნობით ოთო კახიძის განცხადებას, ხომ? თქვენ ეყრდნობით ოთო კახიძის განცხადებას, რომ სოფელი და რეგიონი ამას აღიქვამს როგორც თავდასხმას. ჩვენ ეს არ ვიცით, იმიტომ რომ მე არანაირი ნდობა არ მაქვს ამ პოლიტიკური ძალის და მისი ამ კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ, რომ დავიჯერო, რომ ეს ნამდვილად არის ესეთი პრობლემა. თუ ეს პრობლემაა, მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი კომუნიკაცია იქნება კიდევაც და უნდა იყოს კიდევაც. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირველ რიგში, იმიტომ რომ თამაში და აი ეს რაღაცა ეს კატასტროფა რაც მოხდა, იქ არ უნდა დაეწყო, არც არ უნდა დაეწყო, მაგრამ განსაკუთრებით იქ არ უნდა დაეწყო. ნაცმოძრაობა სადაც დაიწყო, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ერთი დამნაშავეებმა პასუხი აგონ და მეორე ჩაცხრეს აი ეს ძალიან სახიფათო და სენსიტიურ თემასთან თამაში, რომელიც სრულიად გაუმართლებლად წამოიწყო აი ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. სხვაგან რო გაეკეთებინათ, ისიც პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ნუ გასაგებია, რატომაც არჩიეს და სადაც არჩიეს აი ინციდენტების და მსგავსი ძალადობრივი კრიმინალური ქმედებების მოწყობის, ასე ვთქვათ, ტერიტორია და ადგილი. კაპიტან თამარ, მეორე ტურები იქნება ძალიან მალე, ელით თუ არა გართულებებს და ელით თუ არა იმას, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, რომლებიც თუნდაც თქვენი თანაკოალიციელები იყვნენ, მხარს დაუჭერენ ნაციონალურ მოძრაობის კანდიდატებს, სწორედ იმ მოტივით, რომ თქვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის ბერკეტი არ აღმოგაჩნდეთ ხელთ. არა, ამას გამოვრიცხავ, ჩვენი კანდიდატები ლიდერობენ თითქმის ყველა ოლქში, სადაც მეორე ტურები ჩატარდება. ამიტომ აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ რაიმე ვითარება შეიცვალოს, ჩვენ მგონია, რომ დამაჯერებლად მოვიგებთ. რაც შეეხება ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერას ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების მხრიდან, ასეთი სიგნალები უკვე არის და ნაციონალურ მოძრაობასაც ასეთი იგზავნილი აქვს უკვე და სავარაუდოდ გააძლიერებს ამ გზავნილს, რომ ნუ მისცემთ ოცნებას ხელში ბერკეტს, რასაც ქვია საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამის გამო დაგვიჭირეთ მხარი ჩვენ ეს იმუშავებს, როგორ ფიქრობთ? არა, დარწმუნებული ვარ, რომ გამოვრიცხავ პრინციპში ამას, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა რონდომებოდა საზოგადოებას, მე მგონი საზოგადოებას ძალიან მკაფიო აზრი აქვს ჩამოყალიბებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებ. დიდი მადლობა. თამარ ჩუგოშვილი, ქართული ოცნების წარმომადგენელი, საუბრობდა ჩვენთან ეთერში. ჩვენ დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ და მოვიკითხავთ თავისუფალი დემოკრატების ამბავს. იქ დარჩენილი მგონი ეულად ნინო გოგოაძე იქნება ჩვენი სტუმარი რეკლამის შემდეგ. სად მიდის ამდენი თავისუფალი დემოკრატი? შესაძლოა თუ არა დადასტურდეს ინფორმაცია, რომ ლიდერთა ნაწილს ქართული ოცნების აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვიხილავთ. საში რო ვიყავით ოპოზიციაში, მაშინ არ გამოვიცავდი არანაირ თანამშრომლობას მithumetes სახელმწიფო თემასთან დაკავშირებით. არაფერს არ გამოვრიცხავ ცხოვრებაში. გამოვრიცხავ ერთ რამეს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არასდროს არ